ეხება სანქციებს, იმიტომ რომ სანქციები არის საკმაოდ ძიმე. ვილსონმა როგორც გამოაცხადა, ეს ბიზევანშვილი არის პირველი, მაგრამ არ არის ბოლო. ნუ მანამდეც იყო, ხო, მაგალითად გომელაური ის არის შეყვანილი იმაში, ხო, მაგნიტსკის სიაში. მაგრამ აქ არის საინტერესო რამე, იმიტომ რომ ეს დასანქცირება, რაც ამერიკის ხაზინამ მიანიჭა ჯილდოთ ივანიშვილს, ეს არის ეს ამავე დროს ეხება ყველა პარტნიორს, რომელიც მასთან პარტნიორობს და მასთან ეს ძალიან იცი, აი მან მინდა ცოტა თუ გარკვეული ხარ, რა გვიჩნდა, იმიტომ რომ ზოგი ამბობს, რომ ბოლომდე არ არის დასანქცირებული, რაღაც შანსები კიდე დაუტოვეს, აი ეს ნუ ბოლომდე მე როგორც ვიცი, ბოლომდე არ არის ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ, ესე იგი ბანკებს არ აუგზავნეს ესა მისი ანგარიშების ფლობა, მაგრამ ბანკებს აუგზავნეს გადარიცხვა, მაგალითად აუგზავნეს არა. ესე იგი ყურადღების არეალში მოხდება ამერიკის ხაზინის, თუ კი მაგალითად კრედიტ სუისი დაუბრუნებს მას იმპულსს, რომელიც მან მოუგო, აი ინტერვიუ